იყო და არა იყო რა. ერთ დროს შორეულ სამეფოში ცას მხოლოდ ერთი ვარსკვლავი ანათებდა. ველა ბავშვი ოცნებობს იყოს განსაკუთრებული. უფრო მეტიც, მათ სურთ იყვნენ ყველა იმ ზღაპრის მთავარი გმირები, რომელთაც თავად ვუკითხავთ. მართალია, ჩვენთვის ეს სურვილები აუხსნელ ოცნებად დარჩა. თუმცა დღეს მშობლებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი პატარების ფანტაზიები რეალობად აქციონ. ჩვენი მისია არის, რომ ბავშვებს შევქმნათ უნიკალური ჯადოსნური გამოცდილება და მათ იგრძნონ, რომ არიან ნამდვილი გმირები. მე და ჩემი მეუღლე ბავშვებისთვის ვაკეთებდით ანიმაციებს, ვქნიდით პერსონალიზირებულ ნახატებს და ხვდებოდით, რომ ძალიან მოწონდათ ბავშვებს, ძალიან მოწონდათ მშობლებსაც. და აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ესეთი სტარტაპი, რომელიც შექმნიდა პერსონალიზირებულ ზღაპრებს და ანიმაციებს. თავის თავს როცა ხედავს წიგნში, რა თქმა უნდა, ის მატებს თავდაჯერებულობას და ესე უფრო დიდ ყურადღებას აქცევს, რა თქმა უნდა, რა წერია წიგნში და უფრო მარტივი არის რაღაც ახალი ინფორმაციის, ახალი შემეცნებითი წყაროს მიღება ბავშვისთვის. ისტორიული პერსონაჟები, ლეგენდები, პლანეტები, წყალქვეშა სამყარო და არაერთი განსხვავებული თავგადასავალი, რომელსაც პერსონალიზირებული ზღაპრები აერთიანებს, ბავშვებს უნიკალური გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს. კომპანია ამ ეტაპზე მომხმარებლებს 9 თემატიკის სხვადასხვა ზღაპარს თავაზობს, რომელთა შორისაც არჩევანს თავად დამკვეთი აკეთებს. გარდა იმისა, რომ ძალიან სწრაფად განვითარდა ჩვენი სტარტაპი, მივხვდი და ძალიან გვსიამოვნებს ის ფაქტი, რომ ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები არიან ბავშვები, ძალიან ბედნიერები არიან მათი მშობლებიც და ეს რაღაც ორმაგი ემოციური ბენეფიტი არის ჩვენთვის. საქართველოს ბაზარი პრინციპს სრულად ავვითვისეთ, გვაქვს შეკვეთები სხვადასხვა კუთხიდან. ეხლა ჩვენი შემდეგი გეგმა არის სხვა ქვეყნის ბაზრებზე გასვლა და დეკემბერში ვგეგმავთ ჩეხეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ბაზრებზე შესვლას. ერთი კვირის წინ ჩავუშვით პერსონალიზირებული ანიმაციები, სადაც ბავშვი არის მთავარი გმირი ანიმაციის, თავისი ვიზუალი და ხმით. და გვეგმავთ, რომ ეს ანიმაციები უფრო აქტიურად შევთავაზოთ მომხმარებლებს. ტექნოლოგიებისა და ციფრული სამყაროს განვითარება დღითიდღე უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის, რაც ბავშვების ოცნებებს კიდევ უფრო რეალურსა და ხელშესახებს, ფანტაზიას კი უსაზღვროს და საინტერესოს ხდეს. ჭირი იქა, ცხინი აქა, გატო იქა, ფქვილი აქა.